ფოლგების მარში სიმბოლოა თავისუფლებისა და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ ყოველთვის თავისუფლებისთვის ვიბრძვით და ასე მარშს ყოველთვის ვაკეთებთ, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ, რომ ესეც გაგვეკეთებია, რომ სიმბოლო ყოფილიყო და ყოველთვის ასე ვიბრძოლებთ მანამ ჩვენ ქალები და ყველა ალბათ ახალგაზრდებიც სანამდისაც ამ ხელისუფლებას არ გაუშვებთ ამ ქვეყნიდან. სხვა ქვეყანაში, რუსეთში. ზოგადად ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ვართ ჩართული ამ პროტესტში, უპირველეს ყოვლისა გვინდა იმის თქმა, რომ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ცეცხლი ოლიგარქიას და ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, რომელიც პრაქტიკულად აქაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლომდე აქ არ იქნება, არ დავთმობთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ და მე მგონი ჩვენი ქალების ბრძოლაც ამისი დასტურია და დიდი და სერიოზული ძალა ვართ დღეს საქართველოში ქალები. ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ ბოლომდე, აი ამისი თქმა მინდა, ბოლომდე აუცილებლად და გამარჯვებამდე. ეგრეთ წოდებულმა ბრმა თავრობამ დაყრუდა, დაბრმავდა, აი ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა ძალიან შეიყვანოს ჩიხში რა. წუხვართ, სხვა გზა არ გვაქვს და ბრძოლა ბოლომდე. დედებს მით უმეტეს რა გააჩერებს, ასე რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე, ვერ და არ გავჩერდებით. თავისუფლება სერგეი გუხარჩუკ